გამარჯობა საქართველო, გიზო უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სულ 2 დღეა რაც ჩამოვედი, დავბრუნდი ახლა ჩემ საქმიანობაში, ვაკეთებ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებ, ანუ უძრავი ქონება და იცით დიდი ხანი ამის თქმას ვაპირებ, მაგრამ აი მე როდესაც დავიწყე ამ პატარა ვიდეოების გადაღება, ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილიყავი რაღაც ექსპერტი საიმიგრაციო კანონმდებლობის. იცით, ბევრი თქვენთაგანი მეკითხება, გიზო როგორ ჯობია, როგორ ასე აჯობებს თუ ისე აჯობებს, როგორ მოვიქცეთ, გამოვა ესე თუ არ გამოვა რაღაც გარკვეული მე ვიცი რომ ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც გთავაზობთ ამერიკაში ჩამოსვლას, გარკვეული საფასურის გათვალისწინებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩემი საქმიანობა არ არის, ჩემო კარგებო. მე მინდა უბრალოდ თქვენ განახოთ თუ როგორ ცხოვრობს ამერიკა, მაგრამ აი როდესაც საქმე ეხება საიმიგრაციო საკითხებს, გთხოვთ ნუელით ჩემგან რომ მე ვიცი ყველა კანონი რაც ამერიკაში მოქმედებთ. იცით, ყველა ადამიანის ბედი და ყოველი ადამიანის კარიერა და გზა არის სხვადასხვანაირი. ჩემ შემთხვევაში მე ჩამოვედი ამერიკაში, როდესაც გერმანიაში ვცხოვრობდი უკვე, მე უკვე ნათქვამი მაქვს რომ ამერიკამდე ვცხოვრობდი სადღაც 11 წელი გერმანიაში და ჩამოვედი ამერიკაში როგორც გერმანიის მოქალაქე. მე მქონდა აქ სამსახური, რომელიც შემომთავაზეს და ამ სამსახურის გამო, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადვილი იყო ჩემთვის მიღება სამუშაო ვიზის, რამოდენიმეჯერ განვაახლე ეს სამუშაო ვიზა და მე უკვე შევიტანე მწვანე ბარათზე განაცხადი, როდესაც მწვანე ბარათი მივიღე, ამ მწვანე ბარათის მიღების შემდეგ, მე მგონი 5 წლის შემდეგ შევიტანე განაცხადი მოქალაქეობაზე და აი სულ რაღაც 2 წლის წინათ ამერიკის მოქალაქე გავხდე. ნუ ასე თუ ისე ჩემი გზა იყო ესეთი, ხო? მაგრამ ახლა თქვენ ყველა სხვადასხვანაირი მიმართულებები და განათლება და გზა გაქვთ, ამიტომ არ გამიბრაზდეთ, მაგრამ მე ვერ ვიქნები თქვენი მაინც და მაინც მრჩეველი თუ როგორ უნდა ჩამოხვიდეთ ამერიკაში. თუ თვითონ ამერიკაში რამე გაინტერესებთ, ან ცხოვრების შესახებ დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე, მაგრამ იცით, რაც შეეხება კანონმდებლობას, მე ექსპერტი არა ვარ. მე გირჩევდით, რომ დაიქირავოთ ადვოკატი, რომელსაც ესმის ამერიკის კანონმდებლობა, ან ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებას ახდენს აი ამ საკითხში, კერძოდ საიმიგრაციო საკითხებში. ესენი ბევრად უფრო კვალიფიციურები იქნებიან ვიდრე მე და ბევრად უკეთესად უპასუხებენ თქვენ კითხვებს, მაგრამ მე ვერ გეტყვით, ახლა ნიუ-იორკში ჯობია, ბრაიტონზე ცხოვრება, თუ κουინსში, თუ ბრუკლინში, თუ შუა ამერიკაში, თუ კალიფორნიაში და ასე შემდეგ. იცით, ყველგან სხვადასხვანაირი ცხოვრება, ამერიკა დიდი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი თქვენ რას ეძებთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, უფრო ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ბევრი ქართველებია, თუ ამერიკული ცხოვრებით ცხოვრება, როგორც თქვათ, მაგალითად, ჩემი ოჯახი ცხოვრობს და ჩემი ოჯახი ცხოვრობს რეალურად ამერიკული ცხოვრებით. ჩვენს ქალაქში არის მხოლოდ ერთი ქართული ოჯახი, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვერ ხვედავთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისინიც ისევე დაკავებულები არიან როგორც ჩვენ. ჩვენი შვილები დადიან ერთ კლასში, ერთ სკოლაში, ეს კარგია, ერთმანეთთან ურთიერთობა არის, მაგრამ თქვენ განცვიფრებულები დარჩებით, როდესაც ნახავთ თუ როგორი დაკავებულია ხალხი ამერიკაში. ესე იგი, არაფრის დრო არ აქვს ხალხს, გარდა იმისა, რომ იმუშაოს და მე იმდენს მუშაობენ, რომ ერთადერთი ნატრა აქვთ იმის, რომ როდის სწავლენ დასასვენებლად. და არც ჩვენა ვართ მაინც და მაინც გამონაკლისი, ხშირად ჩვენც ისეთივე ცხოვრებით ვცხოვრობთ, როგორც დანარჩენი ამერიკელები, ვმუშაობთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მუშაობა არის აუცილებელი, ამერიკაში ცხოვრება იაფი არ არის, მოთხოვნილებები არის ბევრი. საჭიროა მილიონი რაღაცის გადახდა, დაზღვევიდან დაწყებული, სახლის კრედიტებით დამთავრებული და ასე შემდეგ. არავინ არაფერს ისე არ იძლევა ამერიკაში, ყველაფერი არის საკუთარი ძალისხმევით მისაღწევი. ამიტომ ჩვენც ვართ ჩაბმული ამ ცხოვრებაში და ხანდახან იცით, ჩვენც ვუჩივით იმას, რომ არაფრის დრო არ გვრჩება. ჩვენთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ხშირად არის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, მათთან ურთიერთობა. ეს გვაძლევს ჩვენ მუხტს, ძალიან დიდ პოზიტიურ მუხტს. მე საქართველოდან როცა ვბრუნდები, 1-3-4 თვე მყოფნის და ვაგრძელებ ჩვეულებრისამებრ მუშაობას ახალი შემართებით და ახალი ენერგიით. აი ეს არის და ეს დღეს რისი თქმაც მინდოდა, ყოველთვის შევეცდები პატარა ვიდეოების ჩაწერა, თქვენთვის გაზიარებას თუ როგორ ცხოვრობს ნამდვილი ამერიკა და მომავალ შეხვედრამდე. დროებით.